ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობდა. პროცესის დროს ხმაური იყო სასამართლოსთან, კერძოდ მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი მოხდა. მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს ეზოში შესვლის და სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. მანდატურის თქმით, სასამართლოს სხდომაზე დასწრეთათვის განკუთვნილი 24 ადგილი დაკავებული იყო, თუმცა მათ ვერ განმარტეს თუ რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები სასამართლოს ეზოში. დარბაზში ჩაატარა. რა იყო სასამართლოს შენობა იქნება სხვა სასამართლოზე ვარ მოსული. რა საერთოდ ხო, რატომ არ გუშო? სავარაუდოებით გვიზღუდა. კანონს თუ არ ხვევთ, ეხლა ჩვენ ვიხებთ კადრებს, რომელიც არის კანონ გარღვევა. ჩვენ უნდა გვიშვებდეთ ეზოში. სხვა პროცესზე მივდივარ. სხვა პროცესზე მივდივარ როგორც მოქალაქე. ვიღებთ კადრებს, რომელიც არის კანონ გარღვევა. რას ქვია არ არის ქუთაისელები არიან და ამბობენ რომ არის უფრო დიდი დარბაზია. მე შეიძლება არ ყოფილვარ ამ შენობაში, მაგრამ ადამიანებს რამდენ კაციანი დარბაზი არის დიდი ბოდიში? ვინ არის? და როგორ? და 80 კაციან დარბაზშიც ნამყოფი ვარ. გნენ პოლიციის ჯარით, გებუაძის კოლეგებით ალაყაფთან და არ გვიშვებენ შიგნით. ამას არანაირი სამართლებრივი რეგულაცია არ აქვს, რომ სასამართლოს ეზოს კარი ჩაკეტონ და ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში არ შეუშვან. იქნებ მე სხვა სხდომაზე მივდივარ საერთოდ. აი რა უფლებით მზღუდავენ. მაგრამ ფეხებზე კიდიათ კანონით სამართალიც ყველაფერი. ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილია. რუსული რეჟიმის მთავარი მმართველი და სულისჩამდგმელი. ერთი წელია ლამის რაც უკანონო პატიმრობაში ყავთ მზია ამაღლობელი და მეგობრებს, კოლეგებს გვინდა რომ შევხედოთ, ვნახოთ და იმასაც კი გვიზღუდავენ და არ გვიშვებენ. აი ესა სასტიკი რეჟიმის სახე. ადამიანურობისგან და ჰუმანურობისგან დაცლილიო რო ვამბობთ, აი ეს არის ნათელი მაგალითი მაგით. ზე ორი ადამიანიც კი ვზივართ ხოლმე და არასოდეს არ მახსოვს რომ თვითი ყველაზე ძალიან ისეთი ნერვოზიანი ისინი მოგეხსენებათ ხალხი აწეს მანდატური აწესრიგებს და არ მახსოვს რომ იქ გითხრა რომ არ შეხვიდე. აი ორი იმდენი შევდივართ ვიდრე სკამია, რა თქმა უნდა ვიცავთ ყველა წესრიგს რაც მოთხოვნაა სრულიად სიჩუმეა და არანაირი წესრიგის დარღვევა იქ არ ხდება. მაგრამ აი ესეთი რამე რაც ახლა აქ ხდება, მე არ მომსწრებია. ისევე როგორც ბათუმშიც ხო ვიყავით არა? ბათუმში თლად შესასვლელთან ვიდექით ხოლმე და არასოდეს არ ყოფილა რომ ეთქვა ვინმეს რომ გადი შენობიდან და აი არ შემოხვიდე. ეს არის გზავნილი რომ ხელისუფლება გვეუბნება რომ მას ის აკეთებს იმას რაც სურს, რომ მას სურს თავისუფალი დამოუკიდებელი სიტყვა შეზღუდოს ამ ქვეყანაში, აღარ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია საშუალებები და იყოს კომფორტულად, აი მართული მედია საშუალებების გარემოცვაში და თქვას დააკეთოს ის რაც სურს. ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების და მე იმედი მაქვს რომ ბოლოს საზოგადოების ის ნაწილი რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ მიხვდებიან საით მივდივართ საით მიდის საქართველო და რა ელოდებათ მათ მომავალში. მოსამართლეები ნიკოლოზ მარგოლაშვილის ხელმძღვანელობით მანდ რომ წამომსხდარ ხართ დარბაზში 24 კაცზე მეტი არეტევაო. დიდი სხდომის დარბაზი ხომ გაქვთ? ბევრი პოლიტპატიმარი ყავთ ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჟურნალისტია. მანდ რომ დამსხდარხართ და მანტია ჩაგიწვიათ, ეგ არაა დემოკრატია და სამართლიანობა. სამართლიანობა ისაა, ვისაც უნდა ამ პროცესზე დასწრება. ყველამ თვალი ადევნოს. მზია ამაღლობელის კოლეგებმა და მხარდამჭერებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს. შეძახილების ხმა ისმოდა სასამართლოს დარბაზშიც. აქციაზე შეკრებილები პროცესის დიდ დარბაზში გადატანას მოითხოვდნენ. შესაბამისი შუამდგომლობა პროცესზე ადვოკატებმაც დააყენეს, თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელეს და შესაძლოა შემდეგი სხდომა მოზრდილ დარბაზში ჩატარდეს. სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა მზია ამაღლობელმა.
ვერ ვეგუები ბრალდებულის ადგილს, მაგრამ საქალაქო სასამართლომ სილის გაწვნის გამო დამნაშავედ მცნო. მოსამართლეს სახელაშვილმა 2 წლით გამიშვა ციხეში. ალბათ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მადლიერი უნდა ვიყო. ეს ადამიანები ადარებენ იმ სასჯელს, რასაც ბატონი პროკურატურა მოითხოვს და ამიტომ ფიქრობენ. ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან. მათ მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან, არც ბრალდებას და არც მოსამართლეს. ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილება იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი ოცნების ლიდერები პროპაგანდული ეთერებიდან არ დამსხმოდნენ თავს, განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლოს სხდომაზე. ცნობისათვის 6 აგვისტოს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და გამომართლებელი განაჩენის გამოტანას. საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პროკურატურა საქმის დამძიმებას მოითხოვს 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ მუხლით 4-დან 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. შემდეგი სხდომა 14 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება. სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომლის იმედი მე როგორც ერთ მოქალაქეს, კორუფციის ერთ მკვლევარს, ერთ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელის ახლობელს, მეგობარს არ მაქვს იმის იმედი, რომ ქართული მართლმსაჯულება გაიღვიძებს და ოდნავ ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა მიიღებს. არ გვაქვს ამის მოლოდინი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ, მანტია შემოსხმულმა აქტორებმა პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეს წმენა დაეკარგა საკუთარი სახელმწიფოსი. ყველაფერი გააკეთეთ სრულმოწმეებმა, პოლიციელებმა, რომ მოქალაქეს დაეკარგა საკუთარი პოლიციის ადმინდობა. იმიტომ რომ პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს თავში ურტყამდით, ასისხლიანებდით და მზია ამაღლობელი სიმწრით და საშოწარკვეთით დამცირების შედეგად გაწნული სილის გამო ციხეში ყავთ 10 თვეზე მეტია და ამას ეძახით კანონის უზენაესობას, ამას ეძახით თუ არ დგახართ ცალფეხზე, ამას ეძახით სუვერენიტეტს, როცა პრაქტიკულად დღეს ასრულებთ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ კრემლის პირდაპირ დავალებებს, რომლის მიზანია, რომ ამ ქვეყანაში მოისპოს სახელმწიფოებრიობა, მოისპოს ყველა ჩანასახი, რომელსაც შეეძლო დემოკრატიამდე მივეყვანეთ. და ამას ასრულებთ თქვენ. ვერ იტყვით ნაცისტების რეჟიმის მსახურებივით, რომ ამას გვავალებდნენ და ამას ვაკეთებდითო. ძალიან კარგად იცით თქვენი წილი პასუხისმგებლობა პოლიციელებმაც, სუსის ღია და ფარულმა აგენტებმაც, მოსამართლეებმაც და საჯარო მოხელეებმაც. არის თვალსაჩინო. მე ვამბობ, რომ დღეს აქ უნდა ვიდგეთ არა მისი 40 კოლეგა, არამედ მთელი ქართული მედია, ვისაც კი შერჩენია საღიგონება, ვინც აცნობიერებს და ხედავს საფრთხეს და რეალობას, რომ არ იქნებოდა მზია დაკავებული და დაპატიმრებული, იქნებოდით თქვენ, არ იქნებოდით თქვენ, იქნებოდა სხვა, არ იქნებოდა ის სხვა, ვიქნებოდი მე. დღეს მზია არის ქართული მედიის სახე, ამ პატიმრობაშიც კი მას სწორედ იმიტომ ეპყრობიან ასე სასტიკად, რომ ის შინაგანად შიში გადმოგდონ ჩვენ. რამდენადაც გარეთ ვიქნებით მედგრად და არ დავთმობთ ჩვენს პროფესიას, ჩვენს პროფესიულ ვალდებულებებს, რომ გავაშუქოთ სიმართლე, იმდენად თავისუფალი და ძლიერი იქნება მზია ციხეში. რამდენადაც ის იქნება ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან სამწუხაროდ ბევრად მძიმე მდგომარეობაში 4 კედელშუა არის დამწყვდეული ხავთ, ხო? იმდენად ის გვაძლიერებს თავისუფლებითა და ძლიერებით ჩვენ გარეთ. ამიტომ რაღაცნაირად ერთმანეთი არ უნდა დავთვალოთ და გავაძლიეროთ. ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით თანამშრომლებმა კუპრაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს თათბირზე გაიგეს. რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა.
ყვარელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ყვარლის მერის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ყვარელში ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვის საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებული სახით დააკავა. ცნობისათვის ლევან გელაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ნიკა ზაუტაშვილი მისი ძმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად ილიაობის დღესასწაულზე დაუპირისპირდნენ, რაც შემდგომ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში. საქართველოში თურქეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმარს უცხადებს. როგორც ალიევი აღნიშნავს, იგი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და თურქ ხალხს. ჩვენ ღრმად შეძრულები ვართ განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის ცნობით, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ სამხედროები. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე წუთებში და ღრმა სამძიმარს გიცხადებთ პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, თქვენ გარდაცვლილთა ახლობლებს და ნათესავებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს, ნათქვამია ალიევის განცხადებაში. ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს, მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანაში. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში ფარულად მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდა. აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 283 ძირი მცენარე, კანაფი და 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განას მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ცნობისათვის მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან უკვე გააძევეს 1000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული 3 წლის მანძილზე გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.